არ მახსოვს სახელი და გვარი ჩემი სკოლის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე 90 წელს ქართულის მასწავლებლისა არ მახსოვს ჩვენ ორი პედაგოგი გვყავდა ქართულის და აი ამ ქალბატონის სახელი და გვარი კი არ მახსოვს ის კი მახსოვს რომ უკვე შემდგომ წლებში ეს არაჩვეულებრივი მასწავლებელი პედაგოგი შემხვდა სადღაც სახლთან ახლო და რამდენადაც ვიცი ის უკვე შემდგომ წლებში ასწავლიდა პედაგოგი იყო პირველად ექსპერიმენტულ სკოლაში ხო იყო მანამდე და მე იყო ევროპულ სკოლაში პედაგოგი ქართულისა შესაბამისად აი ამ ქალბატონს გვარსახელებიც არ მახსოვს მაშინ 90-იან წლების მიწურულს ნათქვამი აქვს ჩვენთვის იმ ხანად სკოლის მოსწავლეებისათვის ილია ჭავჭავაძე ყველა ვერ იქნებაო და ვერც ვერავინ ვერ იქნებაო მაგრამ ილია ჭავჭავაძე რომ იყო ამის სურვილი კი უნდა გქონდესო სურვილი კი უნდა დააფიქსირო ეს სიტყვები რატუღაც დამამახსოვრდა და ახლა აი თქვენ გიყვებით ამ ამბავს იმ ამბავსაც გიყვებით ილია ჭავჭავაძეზე ნაკლებს ვილაპარაკებ ან საერთოდ არ ვილაპარაკებ და იმას კი ვიტყვი გავიხსენებ რომ ილიას აქვს ნათქვამი შემდეგი სიტყვები ჩემზე ამბობენ ის სიავეს ქართლისას ამბობს ჩვენს ცუდს არ მალავს ეს ხომ ცხადი სიზულვილია ბრიყვნი ამბობენ კარგი გული მაშინაც ვესწნობს ამ სიზულვილშიც რაოდენი სიყვარულია კვლავ ვიმეორებ არც ერთი ჩვენგანი არ არის ილია ჭავჭავაძე ის უმასშტაბურესი კაცი იყო მაგრამ ჩვენ რასაკვირველია ილიას გზას უნდა დავადგეთ თუ არ ვადგავართ და ილია უნდა იყოს ყოველთვის ჩვენი თანადროული თანამედროვე ჩვენი ორიენტირი და უნდა ვისაუბროთ მუდმივად იმაზე როგორი საქართველოს ცხილვა შექმნა თუ გნებავთ ასე ვიტყვი სურდა ილია ჭავჭავაძეს ცხადია დამოუკიდებელი საქართველოსი და კიდევ როგორი საზოგადოება უნდა რომ ეხილა დამოუკიდებელ ცხადია განათლებული პირველ ყოვლისა დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენამდე რა იცოდა საწყალმა და დიადმა კაცმა დამოუკიდებლობის აღდგენამდე 11 წელს ადრე მოკლეს წიწამურთან რომ მოკლეს ილია მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი ამბობს გადააქტიონი 1907 წელს იცით თქვენ რატომ გავიხსენე ახლა ილია ჭავჭავაძე და სულ სხვა თემაზე კი მინდა საუბარი ოღონდ იმისთვის რომ იმ სხვა თემაზე ვისაუბრო ერთი ლინკი უნდა გავხსნა რომელიც საგანგებოდ შევინახე თქვენის ნებართვით და უნდა ჩავიკითხო ეს ლინკი რა წერია ამ ლინკში ჩაუწევ ხმას თქვენის ნებართვით სიპი შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სიპი შემოქმედებითი საქართველოს და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი სახელწოდებით აქ ემღერება გულს გაიმართა უკეთესი იყო რომ სხვაგვარად ჩამოყალიბებულიყო ეს წინადადება მთლად გამართული არ არის მაგრამ არა უშავს მთლად გამართულად ბევრი ცნობილი ადამიანი განსაკუთრებით ოცნების წარმომადგენლები ვერ წერენ და არა უშავს რუსთაველის ეროვნულ თეატრში მომღერალმა ანუ დათუნა სირბილაძემ სპეციალურად მისთვის შექმნილი ქართული გამორჩეული სიმღერები კოლეგებთან ერთად შეასრულა და მე აქ არის ფოტოები დათუნა სირბილაძე სხვების და სხვების გაჩვენებთ კარგი ფოტოებია კარგი ხარისხის ეს საღამო როგორც ჩანს მიყავდა ნიკოლოზ წულუკიძეს რომელიც იმედზე მუშაობს და მე მინდა გითხრათ რომ ნიკოლოზ წულუკიძე ზის მიმართ მე მაქვს უაღრესად პოზიტიური განწყობა მე მას არ ვიცნობ არც დათუნა სირბილაძეს არ ვიცნობ ეგრა მაგის პასუხია და არც მის მიმართ მაქვს რამე უარყოფითი განწყობა რა უფლება მაქვს არ ვიცნობ არ ვიცი მისი პოლიტიკური გემოვნებაც პოლიტიკური პრეფერენციები და ნიკოლოზ წულუკიძეს კი უდასტურებ პატივისცემას რატომღაც არ ვიცი რატომ უბრალოდ ერთი ფიქრი კი მაქვს თავში მაგრამ
იმ ფიქს არ გაგიმხელთ, მე ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ ის ამ პროპაგანდისტურ არხზე მუშაობს, აქვს ძალიან პოზიტიური განწყობა, დამოკიდებულება, არ ვიცი ნახავს ამ ვიდეო ბლოგს, არ ნახავს, ამ პოზიტიურ განწყობა დამოკიდებულებას ჩემსას კი ვუდასტურებ და არ მერიდება, არ მეთაკილება. ხა ზოგმა რაოდენობა მოქალაქეებისა შეიძლება მითხრას, რომ აი მას როგორც პროპაგანდისტურ არხზე მომუშავეს, რას ეუბნები ქათინაურებსო, მაგრამ არ მაინტერესებს ამ ადამიანების აზრი. აი შორიდან მე ვამბობ, რომ კარგი კაცი მგონია ეს ნიკოლოზ სულუკიძე. და უდასტურებ პატივისცემას. ასევე მე პატივისცემას უდასტურებ, ხო ალბათ მაგალი ნათქვამი სიტყვა, ხსენებულ დათუნა, ესე ქვია, ხო? დათუნა სირბილაძეს, რომელიც ეს სიპრი შემოქმედებით საქართველოს და კულტურის სამინისტროს ხარდაჭერით რუსთაველის თეატრში გაუმართავს ეს სოლო კონცერტი სახელწოდებით აქ ემღერება გულს. საერთოდ უნდა იმართებოდეს ჩემი მოსაზრებით კარგი, ან იმ კარგზე კარგი კონცერტები. მათ შორის დათუნა სირბილაძე ხა შესანიშნავად მღერის დარწმუნებული ვარ, არაფერი მის საწინააღმდეგო არ აქვს. მაგრამ ამ ნიუსს რომ წავაწყდი, ამ ამბავს რომ წავაწყდი, რატომღაც დათუნა სირბილაძეს კი არ მიუმართავ მაინც და მაინც, მაგრამ მაინც მინდა დავსვა ეს კითხვა, სად აქ ემღერება გულს? ჩვენ საზოგადოებაში, სად გვემღერება? განა არ უნდა მღეროდეთ, განა ცუდია სიმღერა. პირიქით, მივესალმები მეთქი აკითხარით, მაგრამ ისე ჩვენში დარჩეს და კი არ მიუმართავ კლავ ვიმეორებ დათუნა სირბილაძეს ან ნებისმიერ პირს, ვინც ამ და მაგვარი სლოგანებით ამართავს კონცერტებს და ვისაც სურს რომ ამგვარი შემოქმედებითი საღამოები გამართოს, მაგრამ სად გვემღერება? აკითხარით არ მიუმართავ მეთქი, მაგრამ ახლა თითქოს მივედი იქამდე რომ მას მიუმართო დათუნა, სად გვემღერება? ჩვენში დარჩეს. ჩვენში და მაყურებელთა შორის დარჩეს. იქ სადაც მზია ამაღლობელი არის დაპატიმრებული სრულიად უკანონოდ. იქ სადაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. იქ სადაც სინდისის პატიმარი ზვიად რატიანი გვყავს პოეტი კაცი. რაღაცას ხომ არ გვაგონებს ეს ემანდ, მათ შორის თქვენს. შენც მეთქი რატომ უნდა მიმართო ეხა შენობით არ ვიცნობ კაცი, მაგრამ მაინც. იქ სადაც გიფიქრია, მე დარწმუნებული ვარ გიფიქრია ამაზე. იქ სადაც მზია ამაღლობელია და იქ სადაც ზვიად რატიანია, იქ სადაც თეატრის მსახიობები, სხვადასხვა თეატრის მსახიობები არიან გამომწყვლელნი, ეს თეატრში გაიმართა, ხო, რუსთაველის თეატრში, ეს სოლო კონცერტი და გამომწყვლელნი არიან საპატიმროში ბიზინა ივანიშვილის მიერ. იქ ნუ თუ ემღერება. ნუ თუ ემღერება გულს. კი არ გვსაყვედურობთ, კვლავ ვიმეორებ, რა უფლება მაქვს, თქვენი გადაწყვეტილება, რომ იმღეროთ, მაგრამ ნუ თუ იქ გვემღერება, სადაც ამდენი და ამდენი სინდისის პატიმარი ყავს. მე მესმის, რომ შესაძლოა არც ერთი პოლიტიკოსი პატიმარი თქვენ არ მოგწონდეთ და ბევრ მათგანზე ამბობდეთ, რომ ღირსია ეს ოჯახ აშენებულიო, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს თქვენის ნებართვით გავმიჯნავ, ანუ არ ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული, ირაკლი ოქრუაშვილიდან დამთავრებული, არც ერთს და კიდე შუაში გვყავს ჩვენ დაახლოებით 10 მოვინდომო, ყველას გავიხსენებ ცხადია. მე მესმის, რომ შესაძლოა არ მოგწონდეთ ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, სანამ საპატიმროში მოხვდებოდნენ, მე ზოგი მათგანის კრიტიკოსი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში არიან და არც ახლა მომდის ზოგ მათგანზე მე მზედამთვარე, მაგრამ ისინი მაინც დასაფასებლები არიან, ჩემი აზრით, არ გავალდებულებს რომ გაიზიაროთ ეს მოსაზრება, იმის გამო რომ ასე უდრეკად დგანან. მაგრამ აგიგითხარით, რომ მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკოს პატიმრებს. ჩვენში დარჩეს და სად ემღერება გულს, როდესაც აი ესე ყოველდღიურად დათუნას მიმართავ პირველ ყოვლისა. ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე, ანუ რუსთაველის თეატრიდან დაახლოებით 150-200 მეტრში ახალგაზრდები ან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, თაობის წარმომადგენლები გამოდიან და ზოგ მათგანს ესე ტროტუარიდან იტაცებს, მე რომ მილიციას უწოდებ და თქვენ ჯერაც რომ პოლიცია გგონიათ, ის ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი სტრუქტურა.
სად ემღერება გულს რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ სხვადასხვა გვარი აღქმები გასაგებია რომ გვაქვს შესაძლოა ვიმეორებ არ მინდა რომ ეს გამოვიდეს ეს ჩემი ვიდეო ბლოგი ეს ჩემი მონოლოგი მათი დამუნათების მისი დამუნათების ელემენტები ან პასაჟები იყოს არ გამუნათებთ მაინც და მაინც მაგრამ რაღაცა პარალელური რეალობა ხომ არ არის შექმნილი ნუ თუ ძალიან ბევრი ან ზოგი პატივსაცემი ადამიანი რომელიც ხელისუფლებაში არ არის მაგრამ ხელისუფლებასთანაც შესაძლო არ არის მაგრამ ასე თვალდაყურ და ხუჭულია ნუ თუ ვერ ხვდებიან ეს პატიოსანი კვლავ ვიმეორებ ადამიანები რომ არ იქნება ვერ იმღერებს ქართული საზოგადოება ქართული საზოგადოების გული ვერ იმღერებს მანამ სანამ ასეთი უსამართლობები აქვს ქვეყანაში არავის არ გთხოვთ მე და კვლავ ვიმეორებ არც ერთ ჩვენგანს არ აქვს სურვილი თხოვნისა რომ მოდით გამოდით რუსთაველის ერთხელ გამოისერდეთ საღამოს 9 საათზე რუსთაველის გამზირზე და ერთხელ მიიღეთ მონაწილეობა იმ აღმადაღმა მარშში რომელიც რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ნახეთ ასაკიანი ადამიანები სამღვდელო პირები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ახალგაზრდები დროშებით შუახნის მოქალაქეები თვალანთებულები შემართულები და ასე შემდეგ არ მოხვიდეთ მაინც და მაინც ამას არ ლაპარაკობ მაგრამ ტელევიზორი ხომ გაქვთ ტელევიზორი რომ გაქვთ და გადართული თუ გაქვთ რა საკვირველია კრიტიკულ არხებზე ხომ ნახულობთ რა უქნეს რეჟისორ გიორგი სავანელს ჩვენში დარჩეს მეთქი კვლავ ვიმეორებ ეს არ არის დამუნათების მონოლოგი დამუნათების პასაჟები ამ მონოლოგში არ არის ანდრო ჭიჭინაძე რომ არის საპატიმროში ან ზვიად ცეცხლაძე რომ არის საპატიმროში ან სხვები რო არიან საპატიმროში ხო ათე ონისე სხვები და სხვები ამის თაობაზე ხომ ხსმენიათ თუნდაც სკროლვისას ნუ თუ არც ერთხელ არ შემოგხვედრიათ ფოტო ან ვიდეო მასალა მე დარწმუნებული ვარ რომ შემოგხვედრიათ ნუ თუ არ შეგხვედრიათ ქალტონ ჭიჭინაძე ეკა ქვია თუ არ ვცდები ნიკუშა შენგელაიას მეუღლე ახლა ხან რომ სტუმრობდა ბიზინა ივანიშვილს ის მას როგორ მიხავს კომიტეტის ხდომა ეს რომ ნახეთ იქ გიმღერდათ გული არა მე არ ვამბობ რომ კონცერტი არ უნდა ჩაგეტარებინათ კვლავ ვიმეორებ მაგრამ ერთხელ კინკილაჯერ ხო შეიძლება არა საჯარო გამოსვლით არა სცენიდან მაინც და მაინც არა რომელიმე ამ პარტიის მართველი პარტიის რაღაცა თავყრილობაზე შეღწევით და ასე შემდეგ მაგრამ ერთხელ გეთქვათ დალოცვილებო დათუნას მივმართავ პირველ ყოვლისა რომ აქ გულს მე კი ვიმღერებ მაგრამ ბოლომდე სრულად გულს არ ემღერება სულაც იმიტომ რომ ასეთი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ხომ გყავთ მეგობარი ახლობელი ფართო სამეგობრო უთუა რომ ამ ფართო სამეგობროშიც ადამიანები არიან თქვენივე მეგობრები რომლებიც ფიქრობენ სხვაგვარად და მიგეგდოთ იქნება ყური მათთვის გეთქვათ იქნება წაგეფიქრებინათ იქნება და რომ არ ემღერება გულს იქ იმ ქვეყანაში სადაც რუსეთი აქტიურად შემოდის სადაც პენეტრაცია რუსული აგენტურისა ხდება ამას აღიარებთ თუ არ აღიარებთ მშვიდობაზე გაამახვილებთ ყურადღებას თუ არ გაამახვილებთ მშვიდობის აუცილებლობაზე კეთილდღეობის და განვითარების აუცილებლობაზე რაშიც აკვებით სიამოვნებით და მათ შორის მე ხა ბანს ვერ გეტყვით მაგრამ აკვებით აი ამ სლოგანში აქ ემღერება გულს მაგრამ უნდა ემღერებოდეს გულს და სადაც მზია ამაღლობელი ასია დაჩაგრული და სადაც ეგრეთ წოდებული სპეცრაზმი თუ გედედე წიხლს ურტყავს მოქალაქეს თავში სწორედ რუსთაველის თეატრის წინ მე მგონი რომ გულს არ ემღერება და როცა არ ემღერება საზოგადოების ერთი ნაწილის გულს მე კარგად არ მესმის რამდენად წრფელად ემღერება საზოგადოების მეორე ნაწილის უმრავლესობაში რომ იყოს ის მეორე ნაწილი
იმ ნაწილის გულს. ესმის რომ თავად კონცერტია იქ კომენტარით შემილია 1-2 ჩავიკითხო არაჩვეულებრივი კონცერტი იყო სულ ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე თუმცა მე ვნახულობ ამ პოსტს არის 12 კომენტარი 12 ერთმანეთზე უკეთესი იქნება აგე ჩემი მეგობრების ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ჩემ მეგობარს დაუსვამს კეთის გული ივესალმები კეთისაც ცხადია მაგრამ ჩვენ ნაჩვენებრივი კონცერტი იყო ერთმა ვარდები გამოგიგზავნათ მეორემ გულის ეგრეთ წოდებული ემოჯი ბრავო წერს ქალბატონი ნანა გილოცავ დათუნაო წერს ქალბატონი ხათუნა რა კარგები ხართო წერს ქალბატონი ეკატერინე ვალიდაც გულსა და კიდევ სხვა ემოჯის გიგზავნით ეკაც მიესალმება ამ ყველაფერს იაც მიესალმება ლელის მიესალმება და თათიაც მიესალმება მაგრამ ეგ ემღერება კი მე კი ეხლა ბატონ დათუნაზე რო არ ვილაპარაკოთ როგორია ეს კაცი ბოდიში დათუნა სირბილაძეზე რო არ ვილაპარაკოთ მხოლოდ და კვლავ უდასტურებ ამ საღამოს წამყვანს სულუგიძეს ნიკოლოზ პატივისცემას შორიდან არ ვიცნობ მას არც დათუნას არ ვიცნობ დაწუნებული ვარ რომ ეს უკანასკნელი საუკეთესო მღერის და ის პირველი კი ძალიან კარგი მოქალაქე მგონია ასე შორიდან ხო რომ არ ვილაპარაკოთ ახლა მათზე მე მინდა ავხსნა საზოგადოებისთვის აქ ემღერება გულს ამ ქვეყანაში ემღერება გულს მაშინ როდესაც არის ჩართულობა ამ ქვეყნის მშენებლობაში ყველასი ან მეტნაკლებად ყველასი როცა საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი ორ თანაბარ ან მეტნაკლებად თანაბარ ნაწილად როცა თუნდაც ერთ მხარეს ესე ჩავთვალოთ რომ 70%-ია აი მოუმატე ხო პროცენტები de facto ხელისუფლების მხარეს და 30% აბსოლუტურად გარიყულია თუმცა ამ 30%-ის თანამონაწილეობა არ არის უზრუნველყოფილი და 30%-დან 30-ვე აგენტად არის შერაცხული ეს პატარა რაოდენობა კი არ არის 500,000 კაცი თუ აგენტურა ან აგენტების გავლენის ქვეშ არის ან ტვინგამორეცხილია და აქედან გამომდინარე ან გარიყული ან გასარიყი იქ იმ ქვეყანაში გულს არ ემღერება იქ ემღერება სხვა რამე ჩემო კარგებო ეხლა ისევ ბატონ დათუნას მიუბრუნდები რადგან ასე პოზიციონირებს დათუნას სირბილაძეს იქ გვემღერება წესით სხვა რამე ილიას დაუბრუნდები თქვენის ნებართვით ხო აწმყო თუ არა გვწყალობს ყველას ერთად ხაზგასმით ვამბობ ვინც ამ სახელმწიფოსთვის ან მომართულია ან სურს რომ იყოს მომართული ვისშიც სიძულვილი არ არის აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია ჩემო კარგო ქვეყანაო რაზედ მოგიწყენია აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე ბევრად კი არა შეუდარებლად ბევრად შეასრულებს დათუნა სირბილაძე ამ ტექსტის სიმღერას ხსენებულ რუსთაველის თეატრში და იმისიც მგონია რატომ ხაც რომ კულტურის სამინისტრო ან სიპი შემოქმედებითი საქართველო ეს რომ შესთავაზოს დათუნა სირბილაძემ ამას ვიმღერებო რომ უთხრას არ გაუჭედავენ და არ ეტყვიან აი თუნდაც ეს რუსთაველის თეატრიდან ანუ იქიდან საიდანაც 150-200 მეტრშია ეპიცენტრი წელიწადი გახდება ხალხი მართლა წელიწადი გახდება ამ ეპოქალური პროტესტისა რომლის დროსაც რომლის დასაწყისში ადამიანის უფლებები გათელილი იყო და არც ახლა სიმართლე გითხრათ არაგათელილი ტროტუარები და ნაკითხაით იტაცებენ პოლიციელები მაშინ როცა ვიღაცები მღერიან დათუნა მღერის ვიღაცები არა დათუნა მღერის აქ ემღერება გულსო სუსტად იმ დროს რომელსაც დაწყებულიყო ეს კონცერტი 8-ზე 5-ზე ხო არ დაიწყებოდა 3-ზე ხო არ დაიწყებოდა შუა დღისა 12-ზე იქნებოდა 8-ზე შესაძლოა 9-ზეც კი ხო აი ზუსტად 9-ზე როცა აქ ემღერება გულს რუსთაველის თეატრის სცენაზე ზუსტად 9-ზე რუსთაველის თეატრიდან გამზირიდან მოიტაცეს ადამიანები ემღერება და დათუნას აკითხაით რომ შეეთავაზებინა ან სხვებმა იქ არაჩვეულებრივი კვარტეტებია კარგად მღერიან იმასაც არ ვიტყვი ბევრად უკეთ ვიდრე მე მეთქით რომ მე ვერ მღერი საერთოდ ხო არაჩვეულებრივი კვარტეტები არაჩვეულებრივი კვინტეტებია არაჩვეულებრივი ტრიოები არაჩვეულებრივი სოლო
მომღერლები არიან. რომ ეთქვათ, რომ მოდი ახლა შევასრულებთ კულტურის სამინისტრო ქალბატონ თიკა. დღეს შევასრულებთ ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენი, ეს იყო სლოგანი, ხო? რუსთაველის თეატრში მოგვეცით, ეს იქნებოდა დეკლარაცია მათი. და სუსტი ადეკვატური პასუხი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება რუსთაველის თეატრიდან 150-200 მეტრში. 150-200 მეტრში დგას ათუნა, გაგიკვირდება და თავისუფლების სულ არ გაგიკვირდება. დარწმუნებული ვარ, რომ გიფიქრია ამაზე. ოდიში შენობით მოგმართავ 150-200 მეტრში დგას თავისუფლების მსურველი და ვერ შეგუებული ნამდვილი საქართველო, იმიტომ კი თქვენ ტყუილ საქართველოს წარმოადგენთ, არა, მაგრამ ნამდვილი საქართველო არის ის, რომელიც თავისუფლებას ესწრაფვის, თავისუფლებისკენ მიდის, თავისუფლება უნდა თავისუფლებისთვის იბრძვის და რა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არის ახლა უკვე აკაკის და ვესეცხები წერეთელს სხვაშვის ამის შესრულებად შეგიძლიათ თუნდაც ლექსად. ხო, დამეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზია რომ ამ რამდენიმე ხის წინ ნიკოლოზ წულუკიძე იყო თუ არ ვწდები იმ საღამოს წამყვანი, რომელიც შეეხებოდა დიმიტრი ყიფიანს. დიმიტრი ყიფიანი ანტირუსი კაცი იყო. მოკლეს რუსებმა. მე მგონი ეს უნდა უთხრათ ჩვენს საზოგადოებას უფრო ხშირად, უფრო ხმამაღლა, სწორედ რუსთაველის გამზირის ცენტრალური ტრიბუნა კი არ არის, მაგრამ მაინც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, მაგრამ იქ ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, ჩემი აზრით, რომ მანამდე ქალაქის თავკაცი, ახაკალაძე ის კი რომ დედაქალაქის მერი იყო დიმიტრი ყიფიანი. მოკლედ მანამდე, ანუ მკვლელობამდე და იმ ინციდენტამდე და იმ ამბამდე ქალაქის თავკაცი უაღრესად პატრიოტი კაცი იყო და ანტირუსი კაცი იყო. ნიკოლოზ წულუკიძემ ეს იცის და დარწმუნებული ვარ იმ საღამოზე ეს ითქვა კიდეც, ან გონია რომ ითქვა კიდეც, მაგრამ უფრო ხმამაღლაა სათქმელი. ქვეყნისთვის ყოფი ადამიანები ერთად ვიმღერებთ. მეც აკვებით, როცა იქნება. აქ ემღერება გულს.